საზოგადოებამ იხილა, შესაძლებელია არ მომხდარიყო თუ იქნებოდა უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა პარლამენტში. თქვენი ოპონენტები, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თქვენ მოახერხეთ და მოაწყეთ ისეთი პროვოკაცია, რომელმაც შემდეგ გამოიწვია ეს ყველაფერი. რა სიტყვით დღეს გუშინდელიდან უკვე გავიდა თითქმის 24 საათი. ბატონო, დღეს პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოსამართლე შესაძლებლობისთვის. დღეს პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აი ხა პარლამენტის საიდანაც გერთვებით დაამხდა ახლა მთელი ქართული ოცნების წარმომადგენლობა მინისტრთა კაბინეტის ასე თქვა შემადგენლობით, რომელთაც აქვთ ერთი გზავნილი, ეგრეთ წოდებული message box-ი, რა მოხდა გუშინ, როდესაც უსმენ ამ კითხვას თქვენი კოლეგები და თქვენს დაუსვათ ალბათ იგივეს გიპასუხებენ, პასუხი არის პრემიერ-მინისტრმა დაიცვა საკუთარი ღირსება. თავად პრემიერ-მინისტრს განაცხადა ეს გუშინ გვიან საღამოს. მე რომ კითხოთ გულახდილად დღეს უფრო ძიმეა ვითარება, ვიდრე გუშინ იყო ბატონი კვირიკაშვილის მდგომარეობა. რას გულისხმობ? ის რასაც დღეს ესენი საუბრობენ და ცდილობენ გაამართლონ ქვეყნის მმართველის ქმედება იმ ფონზე, როდესაც უმწვავესი და ძალიან საჭიროთო კითხვები ისმეოდა და პასუხებს არ სცემდა ადამიანი და გადამოვიდა რეალურად იქ ეხა დაცვა რა მუშტიკრივზე უარსეს ბატონი არ იტყოდა როგორც ჩანს ხო დაავიწყდა არა მხოლოდ გუშინ სიმართლე გითხრათ რომ იგი არის პრემიერ-მინისტრი და ნორმალურ ქვეყანაში დემოკრატიულ სახელმწიფოში დღეს აქ პარლამენტში უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბატონი კვირიკაშვილი აღარ მოვიდოდა და დაწერდა განცხადება. რატომ აღარ მოვიდოდა ნიკა? თუ კი სახელისუფლებო გუნდი თვლის რომ თქვენ მოუწყეთ მათ პროვოკაცია და მე ერთ რაღაცას თუ შეიძლება კითხვაშივე დაგისვათ, უკაცრავად კითხვაშივე ჩავატევ ამ აზრს და შემდეგ გვიან მოდის ხმა რამდენადაც ვიცი და რომ არ გაწყვეტინოთ ყოველ წუთში. აი რა მინდა გითხრათ, რამდენად კორექტული იყო მაგალითად ოპოზიციის კონკრეტულად თქვენი მხრიდან რომ ორი არასრულწლოვანი მკვლელობა გამოიყენეთ მთავრობის გასაკრიტიკებლად. გიგა ბოკერიასთანაც მას ჰქონდა ძალიან მწვავე დებატები, მაგრამ ასეთი ბრალდებები, რომ შენი ბრალია ორი არასრულწლოვანის მკვლელობა, ასეთი რამ არ წამოსულა თქვენი კოლეგების მხრიდან. ერთი წუთით ეხა იქ იყო კომპლექსური საუბარი. აბსოლუტურად რატომ ისე ამ კითხვა გაშულა მსგავსი და ყოფილა სხვა კონტექსტში იყო ის ნათქვამი და ის ბრალდებაც ჩემი მხრიდან იგი საუბრობდა იმ ასე თქვათ სისტემაზე რომელიც უკავშირდებოდა მანდატურის ინსტიტუტს და დაგმო ის სამსახური და დაადანაშაულა წინა ხელისუფლება და ამას მოყვა ჩემი რეპლიკა როგორც მინიმუმ რამდენიმე დღის შემდეგ როდესაც ტრაგედია დატრიალდა თბილისის ცენტრში სკოლაში და დიდწილად იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ დიახაც პრაქტიკულად უფუნქციოდ დატოვა ეს სამსახური არ უნდა საუბრობდეთ. მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი რა თქმა უნდა ბრალდება. ძალიან დიახ, დღე არ გავა პრაქტიკულად სამწუხაროდ რომ გახმაურებული კვლელობა არ მოხდეს. დღე არ გავა რომ ძიმე კრიმინალური ხო, მაგრამ რამდენად კორექტულია რომ მოკლული პატარა ბიჭების ტრაგედია იქნას გამოყენებული პოლიტიკურ დებატებში. მაგას ეხლა მაგას თუკი რამე ჩვენ გაგავთ თუკი ჩვენ რამე გაგვასხოვებს ქართული ოცნებისგან ძალიან ბევრი რამ გაგვასხოვებს სწორედ არის დიახაც ზნეობა და მორალი. ეს არის ის გუნდი, რომელმაც მართლაც დაძდო ბრალი ნაციონალურ მოძრაობას პატარა ბაშვის, ასე ვთქვათ, კვლევობაში გახსოვთ, ხო? ხო და ის რაც ვისი არ მოგწონთ თქო, ანუ რამდენად ნორმალურია რომ დღეს ერთი კვირის წინ დასაფლავებული პატარა ბავშვები სიკვდილზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებინათ ძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე, როდესაც საუბრობ და უმძიმეს მდგომარეობაზე, მათ შორის სკოლებში და განათლების სისტემაში ხო და იმის მაგივრად რომ თქვას რომ შეგვეშალა დიახაც თავის დროზე არ გავატარეთ შესაბამისი რეფორმები განათლების სამინისტროში ამის მაგივრად გამოდის და კვლავ საუბრობს იმაზე რაც უდო იყო ის მანდატური სისტემა და ამიტომ რეალურად უფუნქციოდ დავტოვეთო. და ამაზე იყო ჩემი რეპლიკა და ხვალაც და ზეგაც იგივეს გავუმეორო რომ დიახაც დიდწილად ბატონი კვირიკაშვილის თავად პირადად კვირიკაშვილის ბრალეულობა იკვეთება ბევრი მიმართულებით ვინაიდან არის ეს ადამიანი როგორც მმართველი უნარო და წინს ამ ადამიანს არის დიახაც იმიტომ რომ მას არ აქვს არც შესაბამისი კომპეტენცია არც ლიდერის უნარჩვევები არც გამოცდილება ქვეყანა პრაქტიკულად ჩამოშლილია ყველა მიმართულებით იქნება ეს უსაფრთხოება იქნება ეს ეკონომიკა
იქნება ეს სოციალური სხვადასხვა მიმართულებები. დღეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ, აი აქ რომ არიან ახლა წარმოდგენილი და მართაც არაფერს რომ არ აკეთებენ 5 წლის განმავლობაში 650 მილიონი ლარით გაზარდა ბიუროკრატიული ხარჯი ხელფასებზე, დანამატებზე და პრემიებზე. 2012 წელთან შედარებით დღეს ქართული ოცნება 650 მილიონი ლარით მეტ ხელფასს და პრემიებს და დანამატებს იღებს და 15,000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს ქართული ოცნების ბიუროკრატიაში, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის. გუში თქვენ ამ რეჟიმში არ გისაუბრეთ, თქვენ არ იფიქროთ, რომ ეხა მე